მაუწყებლობს BMG ორშაბათის საქმე ენდილოს ვაგრძელებთ და გაგაცნობთ ამიერკავკასიაში პირველ საერთაშორისო საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტს ჯიუს სინოლოგიის ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამას, რომელიც სტუდენტებს ჩინური ენის და კულტურის სიღრმისეულ შესწავლასთან ერთად საერთაშორისო განათლების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობებს თავაზობს. პროგრამა ორიენტირებული არის თანამედროვე გლობალურ ბაზარზე მოთხოვნად ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებაზე, რაც ახალგაზრდებს საერთაშორისო პარტნიორ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის და დასაქმების დამატებით პერსპექტივებს უქმნის. ამ თემაზე სასაუბროთ საქმე ენდილოს სტუდიას უკვე შემოვერთდნენ ელი ელისაშვილი, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის ჯიუს რექტორი, პროფესორი და ასევე ჩვენთან ერთად არის რეიმინგმენი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. დილამშვიდობისა. მადლობა მოგზაურობისთვის, პროფესორ მინინგ. ძალიან სასიამოვნოა თქვენთან სტუმრობა. ელი, თქვენგან დავიწყებ პირველი კითხვით, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს აქვს სტრატეგიული, სიღრმისეული სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან. სინოლოგიის აი ახალ პროგრამაზე უფრო მეტი რომ მოვუყვეთ, რატომ გადაწყვიტა უნივერსიტეტმა უფრო მეტი ცოდნა და დატვირთვა მიანიჭოს ამ მიმართულებას და მათ შორის საინტერესო არის, რატომ ინგლისურად ეს პროგრამა, ხო? კეთილი. ანუ პირველ რიგში ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ის იყო, რომ არის ძალიან პერსპექტიული პროფესია, ძალიან მოთხოვნადი, როგორც თვითონ ენის ცოდნა, ასევე ქვეყნის მიმართულებით ეს განათლება, ჩინეთმცოდნეობა, სინოლოგია. მერე ვინ თუ არა ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა ეს საქმე, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ჩინეთის საერთაშორისო განათლების ჯგუფის კოლგის ქვეშ. მე თვითონაც ვარ სინოლოგი და ჩინური ენის სწავლების ენასა და ასევე მასთან დაკავშირებული სხვა საგნების 20 წლიანი გამოცდილების მქონე ადამიანი და ყავს ძალიან კარგი გუნდი ქართველი და ჩინელი პროფესორების, რომლებიც არიან ნამდვილად წამყვანები და თავის დარგში პროფესიონალები. ჩვენ ამ პროგრამის შექმნით ქართველ ახალგაზრდებს თავაზობთ მართლა უნიკალურ პროგრამას, რომლის გავლის შემდეგ ფაქტურად მათი დასაქმების მიმართულებით ეხსნება ძალიან დიდი პერსპექტივები. და ზოგადად ძალიან საინტერესოა ეს მიმართულება. ეს ის შესაძლებლობა, რაც სტუდენტებს ექნებათ. თუმცა რა განასხვავებს აი ამ პროგრამას, სინოლოგიის პროგრამას უკვე არსებული პროგრამებისგან, რომელიც ხელმისაწვდომია უნივერსიტეტში? ასე რომ ვთქვათ, უკვე არსებულებიც არ არის ბევრი და არის ძალიან ცოტა. ფაქტურად საქართველოში სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთი პრეცედენტი და ქართულენოვანია. სინოლოგიის, ხო? კი, სინოლოგიის ჯავახიშვილში და რეგიონის მასშტაბითაც მხოლოდ რამდენიმე სახელმწიფო უნივერსიტეტია ადგილობრივ ენაზე. მე ყოველთვის ვეუბნები სტუდენტებსაც, რომ ჩინური არის დიდი უპირატესობა, თუ იცით ჩინური, მაგრამ ინგლისურიც აუცილებელია. ამ შემთხვევაში სხვა ბენეფიტებთან ერთად ორმაგად საკმარისია, რომ მოვიდნენ სკოლის ინგლისურით, ხო? აბიტურიენტებმა ჩააბარონ და შემდეგ უკვე სწავლა მიმდინარეობს ინგლისურად, ეს ნიშნავს, რომ ისინი ინგლისურსაც ძალიან გაიუმჯობესებენ. მათი ცდომა ექნებათ მრავალფეროვან რესურსებზე, ასევე მეტი საშუალება გვექნება ჩვენ რომ ჩავრთოთ უცხოელი პროფესორებიც ამ საქმეში და ინგლისურად და ჩინურად ასწავლონ მათ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს რაღაც სახელმწიფოებრივი ლექსიკონები, რომლის თარგმნა რედაქტირებაში მეც მონაწილეობდა და ჩემი გუნდის წევრები, მაგრამ ინგლისურად კიდევ ბევრად უფრო მეტი რესურსები გვაქვს და საბოლოოდ და მთავარი მათ უკვე საერთაშორისო არათუ საქართველოში კონკრეტულად და არათუ ჩინეთში საერთაშორისო მასშტაბით ეხსნებათ უკვე დასაქმების პერსპექტივები. საერთაშორისო უნივერსიტეტებშიც უნივერსიტეტებში სწავლის საშუალება აუცილებლად ექნებათ. ჩინეთში ყავს არაერთი პარტნიორი. სახელობითაც შემიძლია დავასახელო სტუდენტები, იმიტომ რომ მე მათი არა მარტო რექტორი ვარ, ამ შემთხვევაში ასევე ლექტორი და ვიცნობ ვინც რომელ უნივერსიტეტში ყავს გაგზავნილი. და სხვათა შორის ეხლაც ემზადება რამდენიმე სტუდენტი ერთ-ერთ ძალიან კარგ უნივერსიტეტში წასასვლელად გასვლითი პროგრამით.
და სხვათა შორის, როდესაც გავგზავნეთ ერასმუსის გასვლითი პროგრამით ევროპაში, კონკრეტულად ბრატისლავაში იყო ერთი ჩვენი სტუდენტი, იქაც იყო გამორჩეული, იმიტომ რომ მან ასევე ჰქონდა საფუძველი ჩინურ ენაში და იქაც გაიარა კურსი, ჩააბარა HSK-ის გამოსვლა და პროფესორების მხრიდან ძალიან დიდი პატივისცემა და მოწონება დაიმსახურა. ელი, როგორც რექტორს არა, ეხლა როგორც ლექტორს მინდა იმავდროულადაც კითხოთ, რახან ახსენეთ და თავადაც გაუსვით ხაზი ამას ყველაფერს. რამდენად მნიშვნელოვანია ესეთ თემებში უცხოელი პროფესორების ჩართულობაც და შესაბამისად მათი ჩართულობის მნიშვნელობა მაინტერესებს თქვენგან გავიგო. Ну, როდესაც ეს ეხება ენას, ერთი მხრივ თვითონ იმ ენაზე მოსაუბრე native speakers, რომელიც ახეთ მისი უპირატესობა დიდი არის, თუმცა საფუძვლის დაწყებელ, ასე ვთქვათ, დასაწყისში ჩვენი ქართველი პედაგოგები და პროფესორები ასწავლიან ხოლმე, მაგრამ თანდათან ეტაპობრივად ერთვებიან თვითონ ჩინელებიც ამ შემთხვევაში და ზოგადადაც რა თქმა უნდა კულტურის მიმართულებით ეხლა ჩვენთან ერთად რეი არის და ის ძალიან კარგად იცნობს თავის ქვეყნის როგორც კულტურას, ისტორიას, ასწავლის მხატვრობას, კალიგრაფიას და უამრავი ესეთი ნიჭით და უნარით შემკული პედაგოგია და ასეთი ყავს არაერთი. იმავდროულად არის თავარი შემოქმედი ამ პროგრამისა, რომელზეც დღეს შევიკრიბეთ და კიდევ ერთხელ საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის ჯიუს რექტორის წარდგენის მერე მეც წარვადგენ კიდევ ერთხელ რეი მინგმინს, რეი გახლავთ საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუს ასოცირებული პროფესორი, მადლობა მობრძანებისთვის და ჩემი პირველი კითხვა ბატონ პროფესორთან ეხება იმავდროულად თემას, რომელიც კავშირში არის თვითონ აი ამ პროგრამასთან, რომლის ასე ვთქვათ საფუძვლებთან პირადად თქვენ დგახართ, მაგრამ უფრო კონკრეტულად რას დაამატებდით კიდევ, რა შეისწავლიან სტუდენტები ამ პროგრამიდან გამომდინარე, მიღმა იმისა, რაზეც ქალბატონი რექტორი საუბრობდა. 其实我们汉学专业呢，它有非常大的一个优势。我们除了能够学习中文的语法、语音这一类ასევე ექნება შესაძლებლობა გაეცნონ ჩინეთის ისტორიას, ეკონომიკას, სამართალსა და კულტურას. სტუდენტები უფრო სიღრმისეულად შეისწავლიან ჩინეთისა და საქართველოს შორის ისტორიულ კულტურულ მიმოცვლას და თანამედროვე შესაძლებლობების გზებს, რათა ყველამ უკვე შეძლოს ჩინეთთან დაკავშირებული სამომავლო პერსპექტივების დანახევა და გამოყენება. ქალბატონი რექტორი საუბრობდა და მეც მაქვს კიდე დამატებითი კითხვა, როცა საუბარია სხვადასხვა ტიპის პროგრამებზე, გაცვლით პროგრამებზე, როცა ჯიუს სტუდენტებს აქვთ საშუალება მიიღონ მონაწილეობა, ეს იქნება საზაფხულო სკოლა, ეს იქნება სხვადასხვა გაცვლითი პროგრამები. ჩინური ენის გარდა კიდევ პროფესორ მიგინგ რა არის ის, რასაც დამატებით თუნდაც იგივე ბიზნეს ასპექტის თვალსაზრისით ისინი შეძლებენ წამოიღონ აი ეს ტიპის გაცვლითი პროგრამებიდან. 我觉得这些能够参加到中国的交流项目的学生， სასაფხულო სკოლაში მონაწილეობის ყველაზე დადებითი მხარე ჩემი აზრით არის ჩინური ენის დონის გაუმჯობესება, რომ უკეთესად შეძლონ მისი გამოყენება. გაივარჯიშონ სმენაში, საუბარში, რადგან მათ გარშემო შექმნილია შესაბამისი ენის გარემო. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია ჩემი აზრით. 中国真正的样子是什么？ ისინი გაეცნობიან აი როგორი არის ნამდვილი ჩინეთი, რა არის გასაუმჯობესებელი, პირიქით რა არის მისი უპირატესობები. ისინი გაეცნობიან სხვადასხვა კულტურულ ასპექტებს. 更重要的是有一种跨文化交际能力的一个提升。 თვალსაზრისითაც რომ განვიხილოთ ეს იძლევა ჩინეთის პოლიტიკური მმართველობის მოდელის უფრო მკაფიო გააზრების შესაძლებლობას ავლენს იმ პოლიტიკურ ფაქტორებს, რომელმაც ჩინეთის სწრაფი განვითარება განაპირობა და ხელს უწყობს ჩინეთს და საქართველოს შორის პოლიტიკური ურთიერთობების უკეთ გაგებას, რითაც კიდევ უფრო განმარტება ორმხრივი საერთაშორისო ურთიერთობები. ანუ კულტურულ ასპექტის რომ განვიხილოთ, ასევე მათ შესაძლებლობა იძლევათ რომ ნახონ
ჩქაროსნური მატარებლები, მობილური გადახდის სისტემები, კურიელი მომსახურები და ეს ჩინეთი ასე ჩქარა რომ ვითარდება, რა არის ამისი მიზეზი და შეიძლება რომ შეადარონ აი ჩინეთსა და საქართველოს შორის აი რა არის განსხვავებული და თავზე გამოცდიან ანუ საკუთარი თვალით იხილავენ ბიზნესის თვალსაზრისით ეს ძალიან პრაქტიკული ასპექტი არის პირველ რიგში ის ხელს უწყობს პროფესიული და სოციალური კავშირების გაფართოებას ასევე სოფლო მხედველობის გამღრმავებას როდესაც სტუდენტები უკვე ჩავლენ ჩინეთში მათ ექნებათ შანსი რომ ჩინურ კომპანიებში გაიარონ სტაჟირება ეს კი მყარს საფუძვლებს ქმნის მომავალში ჩინეთთან წარმატებული ჩინეთიდან ჩამოსვლამდეც რომ აქ უშოვიათ კარგი პერსპექტიული მაღალანაზღაურებადი სამსახური და ასე შემდეგ. ეს მაგალითები არსებობს? რა თქმა უნდა და ჩვენ პროგრამა ახლა გავხსენით უკვე სხვა შორის მობილობით უკვე გადმოვიდნენ რამდენიმე სტუდენტი, მაგრამ კარგია რომ აი აბიტურიენტებს პირველად ეძლევათ წლევანდელ აბიტურიენტებს უკვე შეუძლიათ რომ პირდაპირ ჩააბარონ ამ სპეციალობაზე გარკვეული ფინანსური თანადაფინანსების მოდელებიც გვაქვს ძალიან საინტერესო ამ მიმართულებით შექმნილი, თუმცა ჩინური სწავლების ტრადიცია უფრო ხანგრძლივი გვაქვს ჩვენ, გვაქვს ძალიან წარმატებული ჩინური ენის შემსწავლელი სკოლა ცალკე, რომელშიც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მონაწილეობა და ის საზაფხულო სკოლებიც რაც ახსენეთ, მანამდე როგორც ჯიუ სტუდენტებს არჩევითაც სწავლის შემთხვევაში შეეძლოთ მონაწილეობა, ასევე არის ღია გარეშე პირებისთვის. ეხლა ღია გვაქვს რეგისტრაცია ერთ-ერთზე მაგალითად აგვისტოში პეკინისა და თიენძინის საზაფხულო სკოლაზე. ამ თვეში უკვე დაკომპლექტებულია და უხანში მიემგზავრებ მეც მივყვები ჯგუფს პროფესორების და სტუდენტების მონაწილეობით ხელოვნური ინტელექტი და ჩინური ენა კულტურა ესეთი ერთობლივი ძალიან საინტერესო პროგრამა გვექნება. ჩვენ ესე აქტიურად თანამშრომლობთ ამ ჩინურ უნივერსიტეტებთან, რომ უნდა ვთქვა, რომ მათაც მოსწონთ და თუ კი რაიმე ესეთი საერთაშორისო თანამშრომლობა და საერთაშორისო პროექტები ყოველთვის გვთავაზობენ და ჩვენც აქტიურად ვერთვებით ძალიან წარმატებით გამოდის ხოლმე ესენი. ბატონო რეი, შრომის ბაზარზე აი დასაქმების კუთხით რა უპირატესობას აძლევს კურსდამთავრებულებს აღნიშნული პროგრამა, როგორც გლობალურად, ასევე მათ შორის საქართველოშიც და საერთაშორისო ბაზრებზე. 是从就业方面来讲的话，我觉得მიმართულებით რომ ვისაუბრეთ, აი საქართველოს შიგნით, ანუ პირველი არის ვაჭრობა და ლოგისტიკა. ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია, ჩინეთ-ცოდნეობის მიმართულებით კურსდამთავრებულებს შეუძლიათ დასაქმდნენ ჩინეთ-საქართველოს შორის იმპორტ-ექსპორტით დაკავებულ კომპანიებში. და იმუშაოთ ისეთ პოზიციებზე, როგორიცაა შესყიდვების მენეჯერი, საბაჟო პროცედურის კოორდინატორი და ბაზრის განვითარების სპეციალისტი. ასევე ტურიზმი და სპორტის სფერო უნდა აღნიშნოთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩინეთში ძალიან პოპულარული არის საქართველოს როგორც ტურისტული დესტინაცია, ამიტომ ძალიან ბევრი სტუმარი ჩამოდის საქართველოში. შესაბამისად, ჩვენი ჩინური ენის ანუ სინოლოგიის სტუდენტებს შეუძლიათ რომ ძალიან ასე იგი მრავალფეროვანი სამსახური ნახო მაგალითად გიდის და სხვადასხვა მარკეტინგის მენეჯერი, ჩინურენოვანი მომსახურების სპეციალისტი. ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით რომ შევხედოთ ასევე არის გამოცდილებიდან ჩემი ყოფილი კურსდამთავრებულები არიან დასაქმებლები საგარეო საქმეთა სამინისტროში, ორივე ქვეყნის საელჩოებში და სხვათა შორის აი თუნდაც აკადემიური მიმართულებით ძალიან ბევრი პერსპექტივები არსებობს, რომ ასწავლონ, იკვლიონ, არის ამაზე მოთხოვნა და ფინანსებები, რომ ძალიან ბევრი საინტერესო თუნდაც კულტურის ხელოვნების მიმართულებით განხორციელდეს და ყოველთვის რაც კიდე გამორჩეულია, რომ ანაზღაურებაც არის ხოლმე საკმაოდ კარგი.
დასაქმების იმის გარდა რომ საკმაოდ საინტერესოა ეს ყველაფერი სწავლაც და თვითონ ქვეყანა როგორი საინტერესო და პერსპექტიულია დასაქმების კუთხითაც ძალიან პერსპექტიული არის. ელი, სინოლოგიის გარდა უნივერსიტეტში საბაკალავრო პროგრამებზე კიდევ რა სთავაზობს უნივერსიტეტის სტუდენტებს გარდა იმ პროგრამისა, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ? ჩვენ გვაქვს სხვადასხვა მიმართულებები, ბიზნესი, ორივე საფეხურზე, საბაკალავრო MBA, ფსიქოლოგია, ტურიზმი, სამართალი, არის როგორც ქართულენოვანი, ისე ინგლისურენოვანი პროგრამებიც გვაქვს. და სხვა შორს 3 წლიანზე გადავედით საბაკალავრო პროგრამები, ყველა 3 წლიანია და კი უფრო მალე ამთავრებენ ამ საფეხურს, მე უკვე ვისაც აით უნდა მაგისტრატურაში ან ასე შემდეგ აგრძელებენ. არის რაიმე განსაკუთრებული შეთავაზებები, რასაც სააბიტურიენტო პერიოდი. კი, რა თქმა უნდა და ხო, აუცილებლად შევეხოთ, იმიტომ რომ ნამდვილად ისეთი პერიოდია. იმის გარდა რომ, ჩვენ სწავლების კუთხითაც ვთავაზობთ არაერთ გაცვლით პროგრამებს და ეს დამატებით პროგრამებში ჩართვას ჩინური, კორეული, იაპონური ენების არჩევანს სხვა პროგრამებისთვისაც და ერთობლივ სხვადასხვა სასწავლო პროგრამებს გვაქვს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ასევე ქართველი სტუდენტებისთვის ფინანსური შეღავათები და ფინანსური მხარდაჭერა. ჩვენ ვთვლით, რომ ფინანსები არ უნდა იყოს ბარიერი სტუდენტისთვის და მაქსიმალურად ამ მიმართულებით ვთავაზობთ რამდენიმე სახის შეთავაზება გვაქვს და სხვათა შორის საუკეთესო სტუდენტებისთვის ტოპ 50-ის ფარგლებში საერთოდ ერთი წელს ვანთავისუფლებთ გადასახადისგანაც, თუმცა არა მხოლოდ ტოპ 50-ისთვის თქვათ, სხვებისთვისაც გვაქვს შიდა თანადაფინანსები, ყველაზე მინიმუმ ეს შეიძლება იყოს 550 ლარის ფარგლებში და ერთი წლის განმავლობაში სწავლისთვის დასჭირებად მხოლოდ 1950 ლარი. პროგრამების მიხედვით სხვადასხვა დეტალური ინფორმაცია შეუძლიათ ნახონ. განსაკუთრებული შეთავაზება გვაქვს ასევე უცხოენოვან პროგრამებზე და სინოლოგიაზეც 1000 ლარი შიდა თანადაფინანსება არის. თუმცა ძალიან საინტერესო მოდელზე ვმუშაობთ და ახლა უკვე სექტემბრიდან ესეც იქნება ამოქმედებული. იმ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ჩვენ ბევრი ყავს ჩინური საწარმოები, ქართული, რომელიც ამ ბაზარზეც მუშაობს, მათ შორის დავასახელებ აუცილებლად Hualink ჯგუფი, არაერთი ბიზნესის და ბანკის მფლობელია, Huawei-სთან გვაქვს მოლაპარაკებები და ესე სტუდენტების დაფინანსებაზე შესაძლებელი იქნება, რომ საჭიროების და სურვილის შემთხვევაში კი მათ ისინი დააფინანსებენ სტუდენტს, რომელთანაც ესე ვთქვათ, თანამშრომლობა ექნებათ, სტაჟირების პროგრამაც, მერე დასაქმების შეთავაზებას და კი, შესაბამისად სტუდენტს, რომელსაც უნდა სწავლო, ფაქტურად ფინანსური ბარიერი არ ექნება. დიდი მადლობა. ელი, მადლობა მობრძანებისთვის. მადლობა მობრძანებისთვის. ელი ელისაშვილი, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის ჯიუს რექტორი, პროფესორი და რეი მინგმინი, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის ჯიუს ასოცირებული პროფესორი.